გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგი, ეს რა ლამაზი ყვავილების გვირგვინი გიკეთია? დიახ, აი, ბეგომ ყვავილები მაჩუქა და მე გვირგვინი დავწანი. ოჯახ ბეგი არაჩვეულებრივად გამოგსვლია. დიდი მადლობა. მე გიმასწავლებელ, აი, თქვენ როგორც მითხარით, პეპლებისთვის შორიდან უნდა გადამიყოს სურათი. უბრალოდ სურათები და აი, ის იყო უნდა დამეწყო გადაღება, რომ რას ხედავ. რას ბეგო? რაღაც აი არაჩვეულებრივი სურათი გადაიშალა ჩემს წინ, ყვავილები, რაღაც აი არაჩვეულებრივი ულამაზესი ყვავილები. ვერ მოვიტმინე მე გიმასწავლებელო, რამდენიმე მათგანი დავყურებ და ჩემს საყვარელ ბეგის წამოვუღე. რა ყოჩარი ხარ ბეგო? დიდი მადლობა, ბეგო. ისე საწყენია, რომ მოკრეფილი ყვავილები ასე სწრაფად ჭკნებიან. მართალია ბეგი, აი წყალშიც რომ ჩადო, ისინი მხოლოდ რამდენიმე დღეს გაძლებენ. ხო, და საინტერესოა, ასე რატომ ხდება? ბეგო და ბეგი, შევეცდები ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად აგიხსნათ. ყურადღებით გისმენთ მე გიმასწავლებელო. აბა, დააკვირდით სურათს? სურათს? აი, ერთი წუთით, აი. ბეგი, სად იყურები, სად? პლანშეტს ჩახედე, პლანშეტს. მე ჩენო კისერი მოგეხრიწოს მე რა მეშველება ვიმე. ჩახედე ბეგი. აი შეხედეთ, ნებისმიერ ყვავილს აქვს ფესვები. ისინი მიწაში არიან და ამიტომაც ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ. და ბეგი მასწავლებელო, რისთვის ჭირდება ყვავილს ფესვები? საინტერესოა. ფესვების დახმარებით ყვავილი მიწაში საიმედოდ არის განთავსებული. და მეორეს მხრივ ის მისი დახმარებით იღებს საჭირო საკვებს. საჭირო საკვებს? რანაირად მე გიმასწავლებელო, რანაირად? რანაირად და მიწიდან ყვავილი იღებს მისთვის აუცილებელ წყალს და საკვებს ბეგო და ბეგი. საინტერესოა. საკებია. დიახ, მიწიდან მიღებული საკვები ფესვების შემდეგ ღეროს გავლით მიეწოდება ფოთლებს და შემდეგ მაღლა მის გვირგვინში ნაწილდება. მოიცადეთ, გვირგვინამდე აღწევს? ესე იგი, გამოდის რომ ბეგი სულ მაღლა, სულ აი ბოლო წერტილამდე ადის თურმე რა. ნამდვილად ასეა ბეგო და ბეგი და ჩვენ ამაში ერთი მარტივი ექსპერიმენტით შეგვიძლია დავწმუნდეთ. მარტივი ექსპერიმენტით, აბა საინტერესოა. აბა ვნახოთ. საინტერესოა. ბეგო და ბეგი, თუ თეთრ ყვავილს მოვათავსებთ წყლიან ქილაში, რომელშიც ფერადი საღებავი იქნება შერეული. ბეგი პლანშეტ ჩახედე, პლანშეტ. ჩახედე? აი რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ყვავილის გვირგვინი იმ ფერის შეფერილობას მიიღებს. ახლა მივხვდი მე გიმასწავლებელო რაში ყოფილა საქმე. ესე იგი, მოწყვეტილი როცა არის ყვავილი, ის მიწიდან საჭირო საკვებს ვეღარ იღებს. მართალი ხარ ბეგო. ანუ მარტო წყალი არ ყოფილა საკმარისი. ასეა ბეგი. ასეა. და აი მე გიმასწავლებელო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენს დღევანდელ გაკვეთილს რა უყოთ? ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ ამ ყვავილებზე ლაპარაკით რა. რა უნდა ვუყოთ გაკვეთის ბეგო? ჩვენ ის დიდი ხანია დავიწყეთ. გამოდის რომ დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟი იქნება ყვავილი. ზუსტად ასე გამოდის. შეხედეთ? აბა, ბეგო, ნახე რა ლამაზი ყვავილი გამოჩნდა. უყურე, მქონი ვარდია. თან დაბლა წარწერაც არის ყვავილი. ანუ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა ყ. მართალია? ხო, რაღაცნაირი ის არის ყოყლოჩინა თანხმოვანია, ყოყლოჩინა. ყოყლოჩინაო? ბეგო. რას ნიშნავს სიტყვა ყოყლოჩინა? ახლავე ამიხსნი ბეგი. ყოყლოჩინა, ანუ აი ტრაბახა ბაკია და სხვადასხვა კიდევ ამბობენ რომ აი ყოყლოჩინები აი ზემოდან იყურებიანო, აი მამლებზე ამბობენ რომ ისინი ყოყლოჩინები არიანო. ბეგო, ერთი მითხარი, აი შენთან რა იტრაბახა ამ თანხმოვანმა, აი მითხარი რა. არაფერი ბეგი, უბრალოდ ხო იცი მე თანხმოვნებზე მაქვს რაღაცა ჩემებური დამოკიდებულება და ვცდილობ რომ რაღაცებს შევადარო ხოლმე და აი ყოყლოჩინა რაღაცაა მომეწონა. ბეგო და ბეგი, ძალიან საყვარლები ხართ? მადლობა მე გიმასწავლებელო. ისა რაღაც მინდოდა მეთქვა. აბა გისმენ ბეგი?
ანუ გამოდის რომ ყვავილის არსებობისთვის აუცილებელია წყალი და მიწა. დიახ, ბეგი, მაგრამ მარტო ეს არა. აი მზის გარეშეც ყვავილების უმრავლესობა ვერ გაიხარებდა. აჰა, მე გასწავლე ხო? მე ეს ჩემი ბურად უნდა დავიმახსოვრ, რომ გამოდის რომ წყალი, ზედა, მიწა ჩვენს ყვავილებს იცავს. ოჩახ ბეკო რა, მაგარი. ნამდვილად ასია, ბეკო. არაჩვეულებრივი ლექსი დიდი გამოგივიდა. მადლობა, მე გასწავლებელო. ისე აი კიდევ რას გვეტყვით ყვავილებზე, თუ შეიძლება გითხარით რა გითხარით? კარგი, ბეკო, გეტყვით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დედამიწაზე არსებული მცენარეების უმრავლესობა გახლავთ ყვავილოვანი. ანუ ისინი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად ყვავილობენ. გამახსენდა მეგი მასწავლებელო. ბეგი, აი, ნახე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხილი, ვაშლის ხე, ვაშლის ხე გამახსენდა. იქ სანამ ნაყოფი დამწიფდება, მანამდე არის ყვავილები. გამოდის რომ სანამ წიფდება ნაყოფი, იქ ყვავილია ნაყოფი. ბეკო, რა ჭკვიანი ხარ, შესანიშნავად გალექსე. მართლაც, ხეზე ყვავილები დამტვერვის შემდეგ ნაყოფად გადაიქცევიან ხოლმე. აჰა, დამტვერვაში კი მონაწილეობას იღებენ მწერები. აი, ჩვენი ნაცნობი ფუტკრები და პეპლები მაგალითად. ბეკო და ბეგი, რა გონიერები ხართ? ზოგიერთი მცენარის ყვავილი მართლაც ნაყოფად იქცევა ხოლმე. და ესა, მეგი მასწავლებელო. აი მინდვრის ყვავილები, ბეკომ რომლებიც დამიკრიბა. ესენი ხომ მხოლოდ ყვავილებად რჩებიან. დიახ, ბეგი, ისინი მინდორში იზრდებიან და მწერებს უგემრიელეს ნექტარს აძლევენ. აჰა, გასაგებია. მეგი მასწავლებელო, აი, ვარდზე და იასამანზე რას გვეტყვით? აი, რაღაცრად გამახსენდა ეს ორი არაჩვეულებრივი ყვავილი. ვარდი და იასამანი, ბეკო და ბეგი, ბუჩქებზე იზრდებიან და ყვავილობის პერიოდში საოცრად ლამაზ და სურნელოვან ყვავილებს გვჩუქნიან. აუ, ბეკო, გიჟდები ვარდის სუნზე. აუ, მე კიდე იასამანი როგორ მიყვარს ვაიმე. მართალია, მეც ორივე ძალიან მიყვარს, ბეკო და ბეგი. ახლა აუცილებლად მინდა ვახსენოთ წყალმცენარეები, რომლებიც წყალში იზრდებიან და მათ არაჩვეულებრივი ყვავილობის პერიოდი ახასიათებთ. აი, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ დუმფარა. ნახეთ? დუმფარა? აბა? მეგი მასწავლებელო. ლამაზია დუმფარა. მეგი მასწავლებელო, მე მგონი მე ბეგის ხელს ვუშლი. წავიდე ბეგი. რატო? განზე გადეკ. ნუ ფარავ, მეც მანახე დუმფარა რა წესია. ასე გეთქვა და გავიწეოდი. თუმე ბეგი გამჭირვალე ყოფილა. ბეკო, რა სასაცილო ხარ. რა წესია. აი, ნახე, დუმფარა. ნახე, ბეკო. კი, ძალიან ლამაზია ბეგი მასწავლებელო. ძალიან კარგი. მაშინ მოდით ბოლოს ვახსენოთ ისეთი მცენარეები, რომლებიც სახლის პირობებში, ქოთნებში შეგვიძლია გავახაროთ და ყვავილობის პერიოდში ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაკუთრებულად გაალამაზებენ. მეგი მასწავლებელო, აი ის გამახსენდა რა ქვია იმას სხარბის გარე ბიძაშვილი რო არის რა ქვია. სხარბის ბიძაშვილი? ხო, აი ძალიან გვანან ერთმანეთს, აი კაქტუსი ხო, იმასაც ეკლებიან და იმასაც ეკლები, ვაიმე. ხელი რო დააკარო, ის იჭქავს და მეორეც. და მე ვიცი რომ კაქტუსების ძალიან ცოტა წყალი სჭირდებათ, ამიტომაც სახლის პირობებში საკმაოდ ადვილი მოსავლელები არიან. არა, ბეკო, მეც ასე ვიცი, მაგრამ მე პირადად კაქტუსზე ყვავილი აი თვალით არ მინახავს. თვალით არ გინახავს? ახლავე გეტყვით. კაქტუსი მართლაც ადვილად მოსავლელია, რადგან მას განსაკუთრებულად ცოტა წყალი სჭირდება. რაც შეეხება ყვავილობის პერიოდს, მათ არაჩვეულებრივი ყვავილები აქვთ ხოლმე. სამწუხაროდ, ისინი იშვიათად ყვავილობენ და მათი ყვავილებიც საკმაოდ ცოტა ხანს ძლებს. გასაგებია. ხედავთ, ბეკო და ბეგი, ყვავილებზე უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ისინი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მაგრამ დღევანდელ გაფეთილს უნდა დავუბრუნდეთ. ვაიმე. მეგი
მასწავლებელო, აი ეს პერსონაჟი ბეგი მერთხელ დამტომებს ყურების გარეშე. რამდენჯერ უნდა შეხტეს შიშისგან ჩემი ყურები. ერთხელაც გაიქცევიან ბეგი და აღარ დაბრუნდებიან და ვიქნები ყურების გარეშე. იხუმრა კარგია ნახე რა, გამისკამული რა. კარგი ბეგო დამშვიდი. მოდი ახლა ჩვენი გადაცემა გავაგრძელოთ და ვნახოთ როგორ იწერება ასობგერა ყ. დიახ, ნახოთ. ჩვენი ყოყოლოჩინა თანხმოვანი. ბეგო გეყოფა რა. კარგი, ჩახედეთ პლანშეტს. აი, ასე. საინტერესო თანხმოვანია. კიდევ ერთხელ ვნახოთ, ხო? ნახოთ. აი, ასე. ძალიან ასაკებია. აუ, ბეგო, წარმოგიდგენია წინ, აი რა ლამაზი ანიმაცია გველოდება. ბეგი, აბა, ეხა ლოკოკინაზე თუ იყო ასეთი კარგი ანიმაცია ყვავილზე, ულამაზესი გველოდება, რა თქმა უნდა. უფრო ლამაზი. კარგი, მაშინ დროს ნუ ღარ დავკარგავთ და ვნახოთ. დიახ, ნახოთ. ნახოთ. ერთხელაც ბეგი, ერთხელ ბეგო, კარგი ბეგო და ბეგი. მოდი ახლა მოვიფიქროთ სიტყვები, რომლებიც იწყება ასობგერა ყ-ზე. ბეგი მასწავლებელ მანამდე მინდა ვთქვა რომ იყო აი არაჩვეულებრივი ანიმაცია. მე და სიმღერა როგორი იყო? შვენიერი. ძალიან მიხარია. ვინ დაიწყოს და ბეგი უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ აი ბეგი მასწავლებელ არც მაქსულს ბოლოს მე როდის დავიწყე სიტყვები. აი რა ვქნა რა. კარგი, გისმენთ ბეგი. აბა. ყ-ზე ხო? დიახ. აჰა. მე მოვიფიქრე სიტყვები, ყურძენი, ყოჩა, კიდევ ყაბახი შვენიერია და ყაყაჩო. ძალიან კარგი. ახლა ჩემი ჯერი დადგა. გისმენთ ყურადღებით. მე მოვიფიქრე ყინული. ყავარჯენი. კარგია. და მშვენიერი, არაჩვეულებრივი. ყვავი. რასასაცილო ხარ ბეგო. კარგი, თაბა მითხარით ახლა ჩვენს გადაცემაზე რა სიტყვით? ბეგი მასწავლებელო, აი რა უნდა ვთქვა, ეს აი საოცრება ეს ბუნება რა, აი საოცრება. გაუცებული ვარ პირდაპირ. ნამდვილად ვეთანხმები ბეგოს. აი ეს მცენარეების სამყარო მეგი მასწავლებელო არაჩვეულებრივი ყოფილა. მართლაც არაჩვეულებრივია ბეგი და სხვათა შორის ამ სამყაროს ეწოდება ფლორა. ფლორა? დიახ, ფლორა. აჰა, ეს უნდა დავიმახსოვრო. ფლორა. ბეგი რა ლამაზი სიტყვარი ფლორა, მაგრამ ხო იცი მე აი პირდაპირ დამახსოვრება მიჭირს ხოლმე ჩემი მურად უნდა მოვიფიქრო რაღაც. მოიფიქრე. ერთი წუთით. საინტერესოა ბეგო გისმენთ. ერთი წუთი ბეგი მასწავლებელო. ფიქრო ხო. ხე, ყვავილი. კიდაც ბუჩქი. მათ სჭირდებათ მოვლა.
ამ სამყაროს ეწოდება შვენიერი ფლორა. ყოჩაღ ბეკო, ყოჩაღ, ბრავო. ძალიან იჭიერი ხარ ბეკო. მეგი მასწავლებელი, უჩით რა მაინტერესებს გასაგები ახლა რომ აი მცენარეების სამყარო და მას ეწოდება ფლორა, მაგრამ ცხოველების, ფრინველების და კიდე რა ქვია, რომ დაზვრები არ პატარები რო. წერები ბეკო? წერები, ხო წერები. მათი სამყაროც ხო არსებობს და რა სახელი არა აქვს მეგი მასწავლებელი. რა საკვირველია არსებობს და სახელიც აქვს. მას ქვია ფაუნა. აუნა. ესეც დავიმახსოვროთ. შენ წარმოგიდგენია ცხოველები რა დღეში ჩამაგდებენ, როცა გაიგებენ რომ მცენარეების სამყაროზე მოვიფიქრე ლექსი და ცხოველების სამყაროზე არა. აბა. არის ვარგებს, ერთი წუთით მეგი მასწავლებელო, თავი ავწიო მაღლა. კარგი ბეკო, გაცდით, მოიფიქრე. ცხოველები, ფრინველები, ქორი, მგელი, საძურა. დღეს გავიგე ამ ყველაფერს, ეწოდება ფაუნა. ფაუნა. ყოჩა. შესანიშნავი ლექსი გამოგივიდა ბეკო. ყოჩა? ბეგი, გამახსენე ეს მე რამდენი გადაცემა? ეს არის 26 გადაცემა. მეგი მასწავლებელი, რაღა დარჩა? ესე იგი, ჩემი ოცნება მალე ასრულდება და მე შევძლებ ჩემი პირველი წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვას. მართლაც ასეა ბეკო. მაგრამ ახლა ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბავშვებო, ჩვენ ძალიან მალე ახალი გადაცემით ისევ დაგიბრუნდებით. დიახ, აი თქვენ კი არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი ახალი ონლაინ თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე. ცოდნის მხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარი აქსა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს რატომ თოვს ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს ვაი ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ვაი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო